აქ არის ერთი ესეთი შეკითხვა. როგორ ვისწავლოთ, რომ როგორ მოიქცეთ, რომ სამრევლო ერთი ოჯახი გახდეს? აი ეგრე უნდა მოიქცეთ. უნდა იზრუნოს სხვა ადამიანს. მეოჯახეობა ეგ არის, აი დავუშვათ, ახლა თქვენ მიხვედით, თუნდაც მოდი ოჯახიდან დავიწყოთ. თქვენ მიხვედით სახლში. ახლა მთელი დღე ხო იქ სკოლა გაქვთ, იქ სხვა მასწავლებლებთან დადიხართ, სპორტის წრეზე დადიხართ, თუ ხელოვნების, თუ ხელობის, თუ სხვა. აი დაღრილი მიხვედი სახლში. შენს თავზე კი არ ფიქრობ, რომ მე ახლა დაღლილი მოვედი და მოდი ახლა მაჭამეთ და მომასვენეთ და ასე შემდეგ. შენ უნდა იფიქრო იმაზე, რომ იქ დედაც დაღლილი დაგხვდა სახლში, მთელი დღის საქმეებს რო აკეთებს. იქ მამაც დაღლილი მოვიდა სამსახურიდან, გესმით და შენ სხვაზე უნდა იფიქრო, რომ სხვას გაუადილო. ის სხვა შენზე იფიქრებს და თუ ყველა ერთმანეთზე იფიქრებს, ეგ იქნება მართლაც ოჯახი. და თუ ყველა თავის თავზე იფიქრებს, ეგ ოჯახი ვერ იქნება. და სამრევლოშიც ეგრე. მოდი ცოტა ხანი გააჩერი, აბა. თუ სამრევლოში ყველა თავის თავზე იფიქრებს, ის შეუძლებელია, რომ როდისმე ოჯახად იქცეს. იქამდე ვიდრე ამაზე ფიქრს არ დაანებებენ თავს. და ბედნიერება კიდე იქ არის, მე ყოველ შემთხვევაში, აი სადაც ნახულობ, რომ სადაც სინდისი გაქვს სუფთა და უშფოთველი. რომ სინდისი რაღაცის გამო არ გამხილებს. სინდისი ადამიანი შეიძლება ამხილოს ბევრი რაღაცის გამო, ყველა გადაცდომის გამო, თუ სწორად უმუშავებს ადამიანს სინდისი. რომ შეიძლება ადამიანებთან არასწორი ურთიერთობის გამო, არასწორი ფიქრის, ესე იგი, ჩვენი პასუხისგებლობის შეუსრულებლობის გამო გამხილოს სინდისმა. შეიძლება ნივთების გამოც კი გამხილოს, როგორც წმინდა აბა დოროთე ამბობს, ნივთების გამოც კი შეიძლება დაგიმძიმდეს და როგორ. აი დავუშვათ სიტყვაზე გაქვს ტელეფონი, ну ის სხვა ნივთებზე საუბრობს, მაგრამ მაშინ არ იყო ტელეფონი, ხო? გაქვს ტელეფონი, რომელიც მუშაობს, კარგად მუშაობს. აკეთებს ყველა თავის საქმეს აკეთებს. მაგრამ ჩვენ გვინდა რომ ახლით შევცვალოთ. და ეს ძველი, ну უბრალოდ აღარ გამოიყენო არაფერში. ამის გამო შეიძლება სინდისმა გამხდას, იმიტომ რომ ქონდა შესაძლებლობა რომ ქონოდა ჩვეულებრივად, აღარ გეზრუნა ზედმეტად, იგივე ტანის ამოსი, იგივე ნებისმიერი რამე. ნივთი, რომელსაც შენ მოუფრთხილდები და იტყვი რომ ეს ღმერთმა მომცამე, ამის გამო არ გამხილებს სინდისი. თუ უბრალოდ გააფუჭებ და არ გაუფრთხილდები, იმის გამო გამხილებს სინდისი. და ამ შემთხვევაში ბედნიერიც ვერ იქნება.